გამარჯობა ქალბატონო ხათუნა. ესე იგი, ესეთი დავიწყეთ ჩვენს დამკვეთებს ურეკავთ, ან მივდივართ ხოლმე გაუფრთხილებლად და მე ნებართვას ავიღებ, თქვენ უნდა ჩავწერო ვიდეო ახლა. მე გამოვიყენო ეს რომ ვანახოთ სხვა დამკვეთებს სოციალურ ქსელში. ხო არა ხარ წინააღმდეგი თქვენთან საუბარი რომ აი ფორმაში ვარ შეგიძლიათ ძალიან კარგი. გაუფრთხილებლად იმიტომ ვაკეთებთ ხოლმე ამას რომ ბუნებრივი იყოს ის რეაქციები რაც ჩვენ დამკვეთებს აქვს და ყველაფერი თავისუფლად ისე გახსნილად რომ გვითხრან, იმიტომ რომ დაყენებული რო არ გამოვიდეს ეს კითხვა პასუხი. ესე იგი, რა მაინტერესებს? თქვენ ხართ საფრანგეთში, საფრანგეთიდან იშენებთ თქვენ სახლს და გვაგდეთ ასე ვთქვათ თქვენი სახლის აშენება და რას ფიქრობთ ჩვენზე? გულწრფელი პასუხი მინდა. ყველაზე ცუდიც ხით უფიქრობთ რამეს გითხარით? ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. აბა წავიდა, ვილაპარაკოთ. აი პირველივე მომენტიდან, როდესაც მოგწერეს და პასუხი მივიღე, კონკრეტული დაწვრილებით, მაშინ მე მივხვდი რომ პროფესიონალებთან მქონდა საქმე. ძალიან მიხარია. მაშინ მე ვთქვი რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი შემოთავაზებები მქონდა რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით ჩემი მომავალი საოცნებო სახლის ავტორი. ძალიან მიხარია. კი რა თქმა უნდა ძალიან ძნელია რომ ესე დისტანციურად ხდება ყველაფერი. აი ძალიან სანერვიულო პოჟიტ რო არ ვერსტედა ყოველ დღე. მაგრამ აი თქვენი პროფესიონალიზმისთვის თქვენი აი რატოთქი ფაქტი და მადლობა მოუხადო იმენით ყოველთვის ყურადღებით იყო მაწნარები და მიგდავით და ფოტოებს, ვიდეოებს და რაღაც ამითი არსებდა ჩემი ნერვიულობას რაც ხა ვიცი ყურებს ვიდეოს ვეთქვით რომ ფატი არის მშენებლობის მენეჯერი, ქალბატონი ფატი უმაგრესი პროფესიონალი, უკარგესი ადამიანი. ძალიან კარგი ადამიანი. ხარისხთან დაკავშირებით, სხვა დეტალებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ანუ აი თქვენ საფხულში იყავით ჩამოსული და ნახეთ მშენებლობა, ისედაც ფოტოებს და ვიდეოებს ადევნებთ ხალხურს უკვე თითქმის დასრულებულია სახლი და აი ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? თვალსა და ხელს შუა გამოიჭიმა შენობა და იმდენად და საინტერესო იყო და თანამოძრაულად მე ვერ წარმოვიდგინე რომ ესე უცბად ესე ყველაფერი მთელი შენობა დაგდა. რა თქმა უნდა სანერვიულო იყო რაღაც დეტალები რომ იყო რაღაც დეტალები და აგაითიშა ყველაზე ესეთი მომენტი აიცა უკავშირდება. ძალიან ყოფილი ვარ და ქალბატონო ხათუნა გაითიშა იმ მომენტში როცა ამბობთ იყო რაღაცა დეტალებიო და მაგ დროს გაითიშა აბა და ვერ ჩავიწერეთ რა ვერ გავიგებთ რა იყო ისეთ შენგება ისეთი საკითხია რომ ყოველთვის არის და სახლის აშენება ყოველთვის მოყვება ნერვიულობაც რაღაც გაუთვალისწინებელი ისეთი რაღაცებიც რომელიც ჩვენც ვერ გავითვალისწინებთ თვითონ მაგრამ აი თქვენი პროფესიონალიზმის მეშვეობით ეს ყველაფერი მოგვარდა და საერთო ჯამში ძალიან გმაყოფილები ვარ. ჯერ დავთავრებული არ არის, საბოლოო შედეგს ველოდებით გულის ფანსკანით, მაგრამ თლიანობაში ძალიან გმაყოფილები ვარ და მადლობლები რომ ალბათ მთელი ცხოვრება მეცნება თქვენ სამადლობელი გულში და მინდა ძალიან ინფორმაციის ხანს გამაჩუქოთ რომ დავჭიროთ თავს. მაგას რო ჩაგაბარებთ სახს აუცილებლად, რო ჩამობძანდებით. დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის მართლა სასიხარულოა. სანერვიულო რამდენადაც საქართველოში არ ხართ და შორიდან აშენებთ სახს, რა თქმა უნდა, იყო რაღაცეები, რაზეც ნერვიულობდით, მაგრამ კარგია რომ ეს სანერვიულო არ გაქვთ და ყველაფერი ისეა, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. მადლობა დიდი ესეთი შეფასებისთვის და ჩვენ ვეცდებით რომ ბოლომდე ესე კარგად დავამტკიცოთ. თქვენთან ურთიერთობა, ბატონო ვახო, ძალიან კომფორტული იყო თქვენთან ურთიერთობა. მადლობა ამისთვის, ყოველთვის როცა ან ბრეკავ, როცა ან წერს ნერვიულობ ზედ მე და თქვა ვაწუხებ, მაგრამ პასუხების მიხედვით ხვდები რომ არ ვაწუხებთ და ბირიქით. დიდი მადლობა. ესე იგი, ეხლა საქმეზე გადავიდეთ. დავანებოთ იმას, რა ქვია, ჩაწერას თავი. მადლობა შეფასებისთვის. გვაქვს რაღაცა დეტალები გასავლენი ეხლა დამკვეთთან, ლევან და მოდი კამერის გარეშე გავიმით.